მოძრაობა სოლიდარობა უკანონო პატრიმრებს მოძრაობა არასთან ერთად კი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის პენსიის 10 ლარით შემცირებას აპროტესტებს. მოძრაობის წევრების განცხადებით ხელისუფლების წარმომადგენლები პენსიის შემცირების მოტივად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის სადაზღვევო პაკეტის შექმნას ასახელებენ. ამ განცხადებას დღეს მერის სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსი გამოეხმაურა. როგორც მამუკა კაცარამამ გამართა, აღნიშნული 10 ლარი არა პენსია, არამედ პროგრამული დახმარების ნაწილი იყო, რომელმაც მოქმედების ვადა ამოწურა. კაცარამის განცხადებით მის ნაცვლად სამედიცინო დაზღვევის პროგრამა მოქმედდა, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის ბევრად ღირებულია, ვიდრე 10 ლარიანი დახმარების პროგრამა. მოძრაობა არა მოვითხოვთ, რომ საარსებო მინიმუმამდე 155 ლარამდე გაიზარდოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების ყოველთვიური დახმარება. ეს საარსებო მინიმუმის თავად ხელისუფლების დაწესებულია, თუმცა მიგვაჩნია, რომ არც 155 ლარშიც კი ვერ მოახერხებს ადამიანი თავის გატანას. გაჩერდა ერთი პროგრამა, მაგრამ ის მაგივრად ჩაენაცვლა ალტერნატიული, გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი, ძვირფასი და ღირებული პროგრამა ამ კატეგორიის ადამიანებისათვის, ვინემ კიდევ მეორე ცალკე 10 ლარიანი დახმარება იყო. ეხლა რაც შეეხება განმარტებას, რომ დაზღვეულები უნდა იყოს ეს ხელისუფლების ვალდებულება, ეს არის ძალიან ლიტონის სიტყვები. ქვეყანა ყველაფერს აკეთებს თავის ეკონომიური მდგომარეობიდან სოციალური პოლიტიკის სწორად გასატარებლად.